გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, დღევანდელი ჩემი ვიდეო იქნება უკვე პლატფორმაზე და ამ ვიდეოში მე თქვენ აგიხსნით თუ როგორ შეიძლება უკვე იმ დაგროვილი ჩვენი სატოშებისგან უკვე სერიოზული ფულის შოვნა, სადღაც 100-150 ეს სადღაც დღეში, ოღონდ ესე უცბად ვერ მოხდება, მაგასაც აგიხსნით. იმიტომ რომ ყველაფერს როგორც სულ ყველგან, ყველაფერს ჭირდება შრომა და ნებისყოფა. ეხლა შეიძლება ზოგმა გაიგო რომ $150, მაგრამ დამიჯერეთ ამ $150 ძალიან დიდი შრომა სჭირდება. დღევანდელი ჩვენი პლატფორმის სახელია eobud.com. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური პლატფორმა. ვიდეოს დაბლა თქვენ ნახავთ თვითონ პლატფორმაზე გადასასვლელ მისამართს, რომლის დაჭერის შემდეგ თქვენ უკვე გადაგიყვანთ პლატფორმაზე. მაშასე თქვენ როცა გადახვალთ ვიდეოს დაბლა მითითებული მისამართით, თქვენ ნახავთ ესეთ სურათს. თქვენ გადმოხვალთ პირდაპირ ჩემთან, თქვენ ნახავთ ჩემს აკაუნტს და თქვენ თუ გექნებათ მე ესეთი სურვილი რომ გახდეთ ჩემი გუნდის წევრი, აი ეს შეგიძლიათ გადაამოწმოთ. აქ უნდა ეწეროს ჩემი Skype, აქ თბილისი, ჯორჯია და ასე შემდეგ. ანუ თავარია რომ ეწეროს ჩემი Skype და მიხვდებით რომ თქვენ ჩემ გუნდში იქნებით. მაგის მერე როცა გადაწყვიტავთ რომ თქვენ ჩემ გუნდში თქვენ მოგინდებათ ჩემ გუნდში ყოფნა, თქვენ უნდა დააჭიროთ აი აქ ზემოთ მარჯვენა ზემოთა კუთხეში არის sign up შესვლას. დააჭერთ ამას და გადაგვიყვანს უკვე დასარეგისტრირებელ ხრტაზე. გადმოვედით უკვე დასარეგისტრირებელ ხრტაზე. აი აქ თქვენ უნდა ჩაწეროთ პირველ გრაფაში თქვენი email მისამართი, მაგის დაბლა უნდა ჩაწეროთ თქვენ პაროლი და შეავსოთ და ჩაწეროთ მერე ეს კაპჩა. ანუ შეავსოთ აი ამ ნომრებით. მე ხა დარეგისტრირებული ვარ და უკვე აღარ შემიშვებს. ასე რომ მე შევალ ახლა ჩემს აკაუნტში და მაგედან უკვე გავაგრძელებთ. მაგის მერე როცა შეავსებთ, დააჭირეთ sign up შესვლა. მაშასე გადმოვედით უკვე აკაუნტში. დღეს მე აგიხსნით თუ როგორ შეიძლება აი ამ პლატფორმით ძალიან ესეთი სტაბილური ფული შოვნა. სადღაც თუ თქვენ დაკმაყოფილდებით $10 იქნება $10, თუ მოგინდებათ უფრო მეტი, იქნება უფრო მეტი. თვითონ აი ამ პლატფორმაზე თქვენ ხედავთ თვითონ ინტერნეტ ვალუტებს, ბიტკოინებს, ლატკოინებს, ბლეკკოინებს, აი აქვე არის დოჯკოინები. თვითონ აი ამ თვითონ პლატფორმაზე ყველაზე მთავარი არის აი ეს სიმძლავრეები. რადგან აი აქ ჩვენ რაც უფრო მეტი და რაც უფრო ბევრი სიმძლავრე გვექნება, იმით უფრო მეც გამოიმუშავებს ეს პლატფორმა. თქვენ როგორც ჩემს წინა ვიდეოებში ნახეთ და ვინც უკვე ჩემთან ერთად ესე მუშაობს და აი ამ თვითონ ამ კრიპტოვალუტას ვინც იღებს ამ ინტერნეტში, ხო? თქვენ შენიშნავდით რომ საერთოდ ერთი კვირა რომ აი ამ კრანების მეშვეობით რომ აიღოთ ეს ფული არ არის საკმარისი იმისთვის რომ მაგალითად ოჯახი შეინახოთ, ან თქვენი თავი რომ შეინახოთ. და ადრე იყო შესაძლებელი ესეთი ისა რომ მაგ გამომუშავებული იმით
თვითონ კრანების მეშვეობით იყო შესაძლებელი რომ ყოფნიდა ადამიანს რა ხო და მე უკვე რომ გაიაფთა თქვენ ახლა აი აქ შეამჩნევთ რომ ჩემს პირველ ვიდეოებში სადაც იყო მანდ უკვე ძალიან სწრაფად დაეცა მინდა გითხრათ და მანდ მიემყავს ეს ლაპარაკი მაგისკენ რომ პირველ ვიდეოში იყო $320 და რაც უფრო მეტი ადამიანი რეგისტრირდება და რაც უფრო მეტი ადამიანი შოულობს ამით ფულს, იმით უფრო ფასი ეცემა. და მაგიტომაც გამოიგონეს ხალხს რომ არ აყოფნიდა ეს ფული უკვე და გამოიგონეს ესეთი პლატფორმები. ეხლა მინდა აგიხსნათ თუ როგორ მუშაობს ეს პლატფორმა. აი აქ თქვენ ხედავთ 29 გიგახეშს, რომელიც თავის თავს ამუშავებს, ასე ვთქვათ. და აქ მემატება მე აქ რიცხვები მატულობს. მე როცა მომინდება თვითონ ვალიუტის უკვე გამომუშავება და ვალიუტის თვითონ ავტომატურად ჩემი ჩარევის გარეშე და მაგალითად მე თუ წავა სადმე შვებულებაში ან სადმე რომ არ დამეკარგოს ეს დღე და რომ როცა დაუბრუნდები რომ დამხვდეს რაღაცა თანხა. მე ვიღებ ეხლა თქვენს წინ გავაკეთებ ეხლა ერთ რამეს. აი დავაჭერ დოჯებს, აი ეს თვითონ გადავა უკვე დოჯებზე და ავტომატურად უკვე დაიწყებს დოჯების ინტერნეტიდან უკვე ამოქაჩვას. აი თქვენ ხედავთ თუ რა სისწრაფით დაიწყო დოჯებმა მუშაობა. მე როცა დავიწყე, აქ მე მქონდა ნოლები, აი როგორც ბიტკოინსა აქვს ეხლა აი აქ აბსოლუტური ნოლები, აქაც ესეთი ნოლები იყო. მაგრამ მე ჩემი აი მე რომელი კრანებიც დავდე და აი ამ ვიდეოების მეშვეობით მე ნელ-ნელა დავიწყე ამ სატოშების შოვნა და მაგის მერე უკვე გადმოვრიცხავდი აი ამ თვითონ პლატფორმაზე და ვყიდულობდი აი ამ ღრუბელს. გამოდის რომ მე სატოშები ვიშოვე უფასოდ და უფასოდ ვიყიდე აი ეს ღრუბელი. მაგის მერე თქვენ ხედავთ უკვე რომ მე შემიძლია წავიდე და ვისვენო სადმე და ეს თვითონ ეს ვალუტა თავისით ინტერნეტში არ გაჩერდება, თავისით ნელ-ნელა დაიწყებს ამოქაჩვას. აი ეს მინდოდა დღეს მე ამეხსნა და მინდა რომ გითხრათ თქვენ თუ გახდებით ჩემი რეფერალი, მე თქვენ გამოგიგზავნით 100 Dogecoins, აი ამ Dogecoins, რომელსაც თქვენ მერე ჩაატრიალებთ და იყიდით უკვე რაღაც გარკვეულ რაოდენობის თვითონ სიმძლავრეს და მერე ზუსტად როგორც ეხლა მე გადმოვიყვან აქა და დაინახავთ ისევ რომ ეს სიმძლავრე თავის თავს ისევ ამოქაჩავს და თავის თავს დაიწყებს თავის იმაზე დაიწყებს უკვე ბრუნვას, აი ზუსტად ეგრე დააყენებთ მერე და ის სიმძლავე თავისით უკვე გამრავლდება. სანამ აი აქ იქნება როგორც აი აქ არის ნოლები და თქვენც რო გექნებათ აქ ნოლები, ხო? სანამ იქნება ნოლები, ეს თვითონ ეს სიმძლავრე მუშაობას არ დაიწყებს. თქვენ უნდა დაიწყოთ რაღაცით. არის ორი ვარიანტი, ორივე საუკეთესოა. პირველი არის რომ ჩემი მოცემული კრანების მეშვეობით თქვენ უფასოდ, სრულიად უფასოდ იშოვოთ ეს დოჯკოინები, ბიტკოინები, მერე გადმორიცხოთ ამ პლატფორმაზე და იყიდოთ ეს ღრუბელი. თვითონ ღრუბელი, აი თქვენ ხედავთ ღრუბელს და ღრუბელი მაგალითად იყიდოთ რამდენიც გინდათ. ხო. და მერე მეორეც უკვე მეორე საშუალებაც აი ამ ყველაფერს თქვენ გადმორიცხავთ, მერე მე თქვენ კიდევ ზემოდან თქვენ კიდევ დაგირიცხავთ ამ 100 დოჯებს, რადგან თქვენ იქნებით ჩემი რეფერალი, მე თქვენ ისე არ დაგტოვებთ და მე გადმოგირიცხავთ ამას თქვენ. და თქვენ ისევ და ისევ ჩაატრიალებთ და უფრო გაზდით. მინდა გითხრათ, საიდან წამოვიდა ეს თვითონ ეს პლატფორმები ამ ინტერნეტ სივრცეში. თავიდან იყო ისე რომ ეს ინტერნეტ ვალუტა ძალიან ვიწრო წრესთვის იყო თვითონ ძალიან ვიწრო წრესთვის იყო შესაძლებელი გამომუშავების რა და იმიტომ იყო ვიწრო წრესთვის რომ აი ამ თვითონ აი ამ ის გამომუშავებას სჭირდება ძალიან ძლიერი კომპიუტერი და
ეს კომპიუტერი ძალიან ძვირია. სერვერის დონის კომპიუტერია საჭირო და მოგეხსენებათ რომ სერვერის დონის კომპიუტერი რომ ადამიანმა იყიდოს, მაგას თვითონ მაგან უნდა გადაიხადოს სადღაც $15,000 და ზემოთ გააჩნია სიძლიერეს მაგისაზე. ხო და მაგიტომაც იყო ეს ძალიან ვიწრო წრესთვის. და მე უკვე რომ ეს თვითონ რომ უკვე რომ გავცელდა, ხო რომ ხალხი ინტერნეტით ფულს შოულობს და აი თვითონ ხალხსაც მოუნდა თვითონ აი ამით შოვნა, მაგრამ ბევრს არ ქონდა საშუალება და ეს ამას ხედავდნენ ბიზნესმენები, რაღაც კერძო იურიდიული ფირმები და უკვე თვითონ იდეაში ჩაუჯდათ ამ ხალხს, რომ ეყიდათ ეს კომპიუტერები და მერე გაექირავებინათ. მაგრამ მაგისმაგივრად რომ ვიღაცისთვის ეს მიეცა და იმათ სახში წაიღო და დაედგათ სადმე ბალკონზე ან სადმე. მაგისმაგივრად ადგენენ და გააკეთეს ესეთი რამე. გახსნეს ესეთი პლატფორმები, საიტები, სადაც ხალხი შეეძლოთ შემოსულიყვნენ და დარეგისტრირებულიყვნენ ესე და უკვე აი ამ სიმძლავრით, უკვე რო ეყიდათ უკვე ეს სიმძლავრე და მე უკვე დაეწყოთ მუშაობა. ეხლა მე თქვენ განახებთ, აი აქ რატომღაც ეს გამიქრა, მე თქვენ განახებთ როგორ ხდება აი ამ Dogecoin-ების ყიდვა. ეხლა ისევ გადავა და იმედია არ წამეშლება, რადგან ინტერნეტია დღეს ცოტათ ისეთი სუსტი, აი თქვენ ხედავთ რომ ვერ ქაჩავს. და მაგის მერე მოხდა. სანამ ეხა გადავა ცოტა დრო სჭირდება ხოლმე, მე თქვენ აგიხსნით თვითონ შემოტანა როგორ ხდება აი ამ თვითონ პლატფორმაზე. გადავიდა და აი აქ თქვენ ხედავთ Bitcoin-ის პორტმის მისამართს, თქვენ თუ გეკნებათ Bitcoin-ები თქვენს პორტმანზე, რომელიც მე უკვე თქვენთან ერთად დავრეგისტრირდით წინა ვიდეოებში, აი და თქვენ იმ ვიდეოებში ნახავდით თუ როგორ შეიძლება გადმორიცხვა საერთოდ სადმე ვინმესთან თუ ვინმეს გინდათ რომ აჩუქოთ ან რაღაცა თქვენ იმ ვიდეოთი უკვე ისწავლიდით და თქვენ ნახავთ ეხა პორტმის მისამართს, რომელიც იმ პორტმანში უნდა ჩაწეროთ ეს მისამართი და მაგის შემდეგ უკვე დააჭიროთ იმ ღილაკს გადმორიცხვას და აი თვითონ Bitcoin-ის პორტმანი. მაგის მერე აი აქ არის Dogecoin-ის პორტმანი და თავიდან თქვენ გეკნებათ მარტო ორი პორტმანი, ეს ორი, დანარჩენი იქნება დაკეტილი, რადგან თქვენ უნდა გააქტიუროთ ეს თვითონ ეს აი ესეთი ნაწერის მაგივრად მან იქნება სხვა ნაწერი. მაგ ნაწერს უნდა დააჭიროთ და იმ ნაწერის მაგივრად უკვე გარდაიქმნება აი ესეთი პორტმანი. აი ესეთ პორტმანით გარდაიქმნება. პირველი მერე მეორეს დააჭერთ, მეორე აი ამას დააჭერთ მერე მესამე და სათითაოდ უყოლას უნდა დააჭიროთ, რომ თქვენ მოგცეთ მერე ამ თვითონ ამ პლატფორმამ სუყველა ვალიუტის პორტმანი. მაგის მერე ხდება უკვე თქვენ თუ მოგინდებათ თვითონ იმ კრანებიდან, რომელიც თქვენ მოგეცით მე ამ თვითონ პირველი ვიდეოდან მოყოლებული აი ამ კრანების მეშვეობით თქვენ თუ მოგინდებათ უკვე მუშაობა, თქვენ შეგიძლიათ გადმორიცხოთ და იყიდოთ. ხო, გატანა ხდება აი აქ რო არის დეპოზიტ, ხო არის შემოტანა დეპოზიტ. აი მაგის გვერდზე არის გატანა. აი მას უნდა დააჭიროთ და ხდება გატანა ესე. ისევ და ისევ თქვენ თუ მოგინდებათ თქვენს პორტმანზე რომ გადარიცხოთ, აი აქ ჩაწერთ უკვე იმ პორტმნის მისამართს, რომელიც ჩვენ დავრეგისტრირდით უკვე თავით პირველ ვიდეოში, რომელზეც ჩვენ დავრეგისტრირდით უკვე პირველ ვიდეოში. მაგის შემდეგ აი აქ ჩაწერთ თქვენ იმ რაოდენობას, Bitcoin-ების ან სატოშების რაოდენობას. მინდა გითხრათ, რომ აი აქ არის მინიმუმი. მაგის დაბლა თქვენ თუ მოგინდებათ რომ გაიტანოთ, მაგალითად 10,000-ზე მეტი უნდა იყოს, რომ მოგცეთ საშუალება რომ გაიტანოთ. აგრეთვე დეპოზიტში არის თავისი მინიმუმი 50,000 უნდა იყოს. მაგის დაბლა თუ იქნება უბრალოდ დაიკარგება და Dogecoin-ებიც უნდა იყოს 10 Dogecoin-ზე მეტი. წინააღმდეგ შემთხვევაში დაიკარგება. ერთი პატარა აი ამ რიცხვზე, აი ამ რიცხვით
ერთ პატარა რიცხვიც რომ იყოს დაბლა 10-ზე დაბლა რო იყოს და 9 რო იყოს და 9 მე ასეთიც რომ იყოს მაინც დაგეკარგებათ ასე რომ თქვენ უნდა იფიქროთ უკვე და უნდა ყოველთვის ყურადღებით უნდა იყოს რომ 50,000-ზე ნაკლები და 10 დოჯზე ნაკლები არ უნდა გადმორიცხოთ აქ დაუბრუნდეთ ისევ გატანას გატანა ხდება აი ესე თქვენ ხედავთ უკვე რომ მე მაქვს ჩაწერილი აქ მე უკვე გავიტანე დოჯკოინები და ავტომატურად დაიმახსოვრა უკვე ეს პორტმანი ორი მისამართი რო ჩამეწერა პორტმის უკვე აქ იქნებოდა 2 და მაგი აი ამ უკვე ორივეს მანახებდა და მაგის მერე უკვე მეავირჩევდი ხო აი აქ თქვენ ხედავთ ეხა მე მაქვს უკვე აქ დაგროვილი ამდენი და ავტომატურად უკვე მანახა რომ თქვენ ამდენის გატანა გინდათო რაც დააგროვეთო აი ეს არის გატანა ეხა ყიდვას რაც შეეხება თქვენ თუ მოგინდებათ ყიდვა იმ დაგროვილი სატოშებით რომელსაც თქვენ უფასოდ დააგროვებთ თვითონ კრანების მეშვეობით უნდა დააჭიროთ exchange თუ თქვენ ჯერ არ გაქვთ ნანახი ჩემი ვიდეოები და არ იცით როგორ იშოვოთ ეს თვითონ ეს სატოშები თქვენ გირჩევთ რომ პირველი ვიდეოდან მოყოლებული სულ ყველა ვიდეო რო ნახოთ აი თქვენ ხედავთ უკვე ავტომატურად აქ დასვა ის რიცხვი რაც მე დავაგროვე და მაგის გვერდზე თქვენ ხედავთ აი ამდენ გიგახეშს თავაზობს აი ეს ყველაზე ძლიერია რადგან ეს კილოხეშითაც კი შეგიძლიათ მაგრამ გიგახეში მაინც ახან ზვირია და ძლიერად ითვლება და მე მეუბნება თქვენ თუ გინდათო აი ამდენი იყიდოთო აქ არის თქვენ შეგიძლიათ დააჭიროთ ისარს და განახებთ რომ ყველაზე ძვირი კი არა ნაკლებს გიხდით აი როცა თქვენ 5 წლით იყიდით ამ იმას მაგის მერე მოდის კილოხეში ეს 5 წლიანი კილოხეში მაგის მერე მოდის გიგახეში რომელიც შეგიძლიათ იყიდოთ 24 საათით მხოლოდ 24 საათით მაგის დაბლა მოდის უკვე კილოხეში 24 საათით და მოდის უკვე აი ესაც არის თვითონ სიმძლავრის ის არის რომელიც მარტო მხოლოდ აი ამ კრიპტოვალუტას ამუშავებს და იღებს და ჩვენ გვეუბნება რომ აი ეს 2 წელი 1 წლიანი ვადით შეგიძლიათ რომ იყიდოთო და 24 საათითო ასე რომ მე ეხა ვირჩევ 5 წლით და ვაჭერ buy hash 256 ეხა თქვენ ნახავთ რომ მე აქ დამაკალდება რადგან გადმოირიცხება უკვე აი ხო ხედავთ დამაკალდა თავიდან დაიწყო და აი აქ დამემატა აი ესე ხდება თუ რაღაცა იქნება გაურკვეველი თქვენ ნახავთ ვიდეოს დაბლა ჩემს Skype-ს შეგიძლიათ მიპოვოთ Skype-ში ტელეფონის ნომერიც იქნება ვიდეოს დაბლა დამირეკეთ და მე თქვენ დაგეხმარებით აი აქ თქვენ ხედავთ კიდევ არის სარეფერალო პროგრამა რომელსაც თქვენ შეგიძლიათ დააჭიროთ და ნახავთ რომ თქვენ შეგიძლიათ აქ მოიწვიოთ ხალხი ხო და მაგრამ აქ როგორც ჩემს ვიდეოებშია ნათქვამი თვითონ ახსნილი როგორც არის აქ თვითონ გამომუშავებელ აი ამ გამომუშავებელ თვითონ ვალუტებში არაფერს არ გიხდით რადგან აი ეს 1% მხოლოდ გამომუშავებელ აი ამ გიგახეშებში და კილოხეშებში იხდის გაძლევენ რაღაც ბონუსის სახით თვითონ ადმინისტრაცია გაძლევთ თქვენს მოწვეულ ადამიანზე შეგიძლიათ მოიწვიოთ მაგრამ ერთი ის არის პრობლემა რომ თქვენ თუ ბოლომდე არ ახართ თამაში გარკვეული თქვენ უკვე თქვენ ვერ გაარკვევთ იმ ადამიანს თვითონ ვერ გაარკვევთ რა უნდა გააკეთოს და როგორ უნდა გააკეთოს საერთოდ და თუ ვერ გაარკვევთ ის ადამიანი არ გაგიჩერდებათ შეიძლება თვითონ აი ამ პლატფორმის აზრი დაკარგოს ვერ გაიგოს რაშია საქმე და ადგება და წავა ასე რომ ჯობია რომ ვინმე ცოდნი ადამიანთან დარეგისტრირდეს და იმის ჯგუფში იყოს ეხა ესეთი სახარბიელოც არ არის ხო ეს 1% რომ ადგეთ და აი თქვათ რომ აი მე რაღაცა და ვინმე რაღაცას ვკარგავ და ის არის 1% არის ამას ეგრევე თქვენ ამ 29 ღრუბელს მე ვაგროვებ უკვე 1 თვე და მინდა გითხრათ რომ
თქვენ თუ გინდათ რომ $10-ზე მიაღწიოთ, ეს თვითონ არის ეს კრანი არის ძალიან თვითონ დრო დაგჭირდებათ ამისთვის. ეგრევე $10 არავინ ხელში არ მოგაწვით, თქვენ თუ არ იშრომეთ და თვითონ ოფლი თუ არ დაღვარეთ, ასე მინდა რომ ესე მინდა რომ გითხრათ, რომ უნდა იშრომოთ ბევრი. სადღაც მე ახლა ვაპირებ რომ 100-მდე უნდა ავიდე და მაგის მერე უკვე სტაბილურად ჩემი ჩარების გარეშე აი აქ დაგროვდება ხოლმე 24 საათში $10. უკვე მე აგიხსენით როგორ მუშაობს და რანაირად და საიდან წამოვიდა ეს თვითონ აი ამ ინტერნეტში აი ამ პლატფორმით თვითონ კონკრეტულად პლატფორმაზე მუშაობი და საერთოდ როგორ წამოვიდა თვითონ კრანებზე აგიხსენით რომ იქ სარეკლამო ბანერებია და იმაში ხედავენ ჩვენს შესulis მოგებას თვითონ კონკრეტული კრანები აქ კიდე ხედავენ მოგებას თვითონ აი ამის შემქმნელები აი ამ პლატფორმის შემქმნელი ხედავს ისა მოგებას იმაში რომ ჩვენ უხდით მაგას ფულს და ის ჩვენ გვაძლევს გიგახეშებს მე ამ გიგახეშებით ჩვენ იმ ფულს ისე უკან ვიღებთ ხო და თვითონ ის მეპატრონე კიდე იღებს ფულს იმაში რომ ეს ჩვენ გვაძლევს ამ გიგახეშებს და თვითონ მოსავლელი აქ დენი იქნება გადასახადი ან რაღაცა ხო უნდა მოუვაროს ხო და ესეთი ის არის გავაგრძელოთ მაშინ აი აქ თუ ყველაფერი გასაგებია თქვენ შეგიძლიათ ნახოთ მაგის გვერდზე history თქვენი ისტორია თქვენ თუ რამე სიყიდით ან რამე შეიძენთ აი აქ ყველაფერი დაიხატება და დაიწერება და ეხა ინტერნეტი ცოტა ჭედავს და ველოდები ხოლმე ყოველთვის ესე აი აქ თქვენ ხედავთ რომ მე აი ამდენით ვიყიდე ამდენი წეღან თქვენ თვალწინ გუშინ 615 დოჯი მე გადმოვრიცხე ჩემი დოჯ პორტმიდან გადმოვრიცხე აქ და ვიყიდე აი ამდენი გიგახეში მაგის შემდეგ მაგის წინა დღეს მე ვიყიდე აი ეს ხო აი თქვენ ხედავთ რომ აი ამდენი დოჯით მე ვიყიდე აი ამდენი აი თვითონ ერთი დღის მუშაობა იყო აი აქ თქვენ ხედავთ უკვე მე ბიტკოინები გადმოვრიცხე 87,000 გადმოვრიცხე და ვიყიდე აი ამდენი გიგახეში და აი ესე ნელ-ნელა აი აქ თქვენ ხედავთ 491 დოჯი გადმოვრიცხე მაგის დაბლა თქვენ ხედავთ რომ 1600 დოჯი გადმოვრიცხე ეს პატარ-პატარა ისენი იყო და ესენიც კი გადმოვრიცხე მაგრამ მე ამათ არ ავთვლი ხოლმე ისეთი და აი აქ სულ ნახავთ სულ აი აქ მე კიდევ გადმოვრიცხე სადღაც 800,000 ბიტკოინი აი თქვენ ხედავთ აქ 1,600,000 გადმოვრიცხე თუ არა ხო 1,600,000 გადმოვრიცხე და ვიყიდე ამდენი ხო მაშ ასე აი აქ თქვენ ხედავთ კიდევ ნუ მოკლედ ეხა არ მოგაბეზრებთ ამით თავს იმედია რომ გაიგეთ მე ეხა ისევ დავაყენებ ამას თვითონ გიგახეშების გამომუშავებაზე რადგან მე ეხლა უკვე ვამთავრებ ჩემს დღევანდელ დღეს და თქვენ ხედავთ აი აქ დაგროვდა აი ამდენი ეს თვითონ რომ ესე რომ არ მქონდეს მე ყოველთვის ვიღებ და ვყიდულობ რადგან აზრი არ აქვს რომ მე აქ ეხლა რაღაცას დავტოვო მაინც რა აზრია გარჯობია რომ აი ამაში იყოს და თვითონ თავისთავად ისევ გამოიმუშაოს ხო აი ესეთი კარგი თვითონ პლატფორმა ამ პლატფორმის გარდა კიდევ არის 3 პლატფორმა მე სპეციალურად ავირჩიე ეს პლატფორმები რომ რადგან ყველაფერი ხდება ცხოვრებაში და არ მინდა რომ აი როგორც იძახიან ხოლმე რომ ქათმის 10 კვერცხი ერთ კალათაში რომ მოვათავსოთ მინდა რომ სხვადასხვა კალათაში იყოს რომ რადგან ცხოვრებაში არავინ არაფრისგან არ არის დაზღვეული მინდა რომ თუ რაღაცა და მერთმა დაიფარო თუ რაღაცა მოუვიდა ერთს
რომ დანარჩენები გადარჩნენ, ასე ვთქვათ. ხო, აი ეს იყო დღევანდელი ჩემი აი ესეთი თვითონ პლატფორმა. მინდა გითხრათ, რომ თქვენ თუ არა ხართ ჯერ და არა გაქვთ ნანახი თვითონ ჩემი ვიდეოები, სადაც შეიძლება სრულიად უფასოდ აიღოთ ეს სატოშები, თქვენ თუ არ გინდათ მაგალითად აი ამ კრანის, აი ამ პლატფორმაზე მუშაობა, თქვენ შეგიძლიათ იმ სატოშებით უკვე გადაცვალოთ ის სატოშები და აიღოთ უკვე ნაღდი ფული. მე მინდა გითხრათ, რომ ერთი კვირა რომ იმუშაოთ, სავსებად შესაძლებელია, რომ ინტერნეტის ფული აიღოთ. მაგ გამომუშავებული მინდა და გამოვა ისე, რომ ინტერნეტი გექნებათ უფასოდ. ხო, გირჩევთ, რომ ნახოთ მოკლედ ეს კრანები და ძალიან კარგ რამებს ვიძახი მან და ძალიან კარგ რამებს ვხსნი. და ვისაც აქვს ნანახი, შეგიძლიათ მე გამომყვეთ უკვე აი ამ პლატფორმის მეშვეობით, ჩემთან ერთად უკვე იაროთ. და ეს პლატფორმა ითვლება უკვე მეორე დონე. ის კრანები, რომელიც იყო ჩემს პირველ ვიდეოებში და სადღაც 23 ვიდეო იყო, ეს 23 კრანი ითვლება პირველი დონე. ის პირველი დონე გვეხმარება ჩვენ გადავიდეთ უკვე მეორე დონეზე, აი ამ დონეზე და აი ამ დონის შემდეგ უკვე ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი საშუალება, რომ დავამატოთ პლატფორმები და გავზარდოთ ჩვენი შემოსავლები. ან კიდე უბრალოდ დავკმაყოფილდეთ იმ $10, რომელიც მოგცემს ისევ და ისევ ეს პლატფორმა დღეში. წინააღმდეგ შემთხვევაში მე ამდენი ხანი ვმუშაობ, რაც დაიწია აი ამის ფასმა, მე კვირაში $20-ზე მეტი არ ამიღია. ხო და ასე რომ ნუ დაგეზარებათ, მე სადღაც უკვე გამოვთვალე და მე დამჭირდებათ სადღაც 2 თვე, რომ სადღაც 100-მდე ავიდე. მაგის შემდეგ მე უკვე თვითონ საბოლოოდ უკვე დამაგვირგვინებელ ვიდეოს დავდებ, სადაც უკვე გამოვიტან აი ამ ფულს და გადავიღებ ვიდეოს. თუ არ დაგეჯერებათ ამ ვიდეოს, მე შემიძლია ავიღო ეს კამერა, წავიღო ბანკომატთან და იმ ბანკომატიდან გამოვიტანო უკვე ის ფული. ხო, ეხლა ჩვენი ვიდეო მიუახლოვ და დასასრულს, იმედია ყველაფერი გაიგეთ. თუ რამე იქნება გაუგებარი ან თუ რამე ვერ გაიგეთ, შეგიძლიათ ჩემი Skype იპოვოთ უკვე ვიდეოს დაბლა და ტელეფონის ნომერიც ეწერება მანდ. დამირეკეთ, მიპოვეთ Skype-ით და დამისვით ის კითხვები, რომელიც თქვენ გაგიჩნდებათ. აბა, კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.